1 ივლისიდან ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია იწყება. ოფიციალური ინფორმაციით წელს 53,000 ბავშვი უნდა მიიღონ, თუმცა ოპოზიცია ერწმუნება, რომ 17,000 მოზარდი სახლში რჩება. სწორედ რეგისტრაციის საკითხი გახდა დღეს საკრებულოში მწვავე დაპირისპირების მიზეზი. უმრავლესობა ოპონენტებს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისთვის აკრიტიკებს, თუმცა თავად ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელიც აღიარებს, რომ წელს ყველა ოჯახი ვერ შეძლებს შვილის სკოლამდელ დაწესებულებაში მიყვანას. თბილისის მერია იმის ნაცვლად რომ ბაღი გაეცდა წინა სხდომაზე გადაეცა ჩინოვნიკებს. საკრებულოს სხდომაზე კამათი ნაციონალური მოძრაობის მიერ დღეს გამართულმა ბრიფინგის თემამ გამოიწვია. ოპოზიციის წევრების ინფორმაციით წელს ბაგა-ბაღების მიღმა 17,000 ბავშვი დარჩება. ამ განცხადების გამო განათლების კომისიის თავმჯდომარემ ნაციონალური მოძრაობის წევრები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა. ამ ბრიფინგების ერთ-ერთი მიზანი არის გადაფარვა იმ რეალური წინსვლისა, რომელიც ხორციელდება. ბრალდებების შემდეგ სხდომაზე ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გაგზავნილი წერილი წარმოადგინეს, სადაც თემურ თორდინავა ბაგა-ბაღებში ადგილების დეფიციტზე საუბრობს. ოპოზიციის ინფორმაციით ვითარება განათლების სამინისტროს მიერ მიღებულმა კანონმა დაამძიმა. ისინი ქალაქის მერს ვითარებიდან გამოსვლის მიზნით ვაუჩერების დარიგებას იმ 17,000 ოჯახისთვის თავაზობს, რომლებიც მათი ინფორმაციით ბაგა-ბაღებში ვერ ჩაირიცხებიან. შემოვიდა ცვლილებების ბიუჯეტის, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ 55,000 ადგილის ნაცვლად 54,000 ადგილი არის დაფიქსირებული ახსასდელთათვის ამ წელზე ჩვენს ბაგა-ბაღებში, მაშინ, როდესაც გვპირდებოდნენ აი ამ ზრდას. ოპოზიციის ინიციატივას არიზიარებს საკრებულოს უმრავლესობა და ბაღებში არსებული ადგილების დეფიციტს წინა ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებს. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომაზე 2012 წელს ფონდ ღია საზოგადოების კვლევა წარმოადგინეს, კვლევაში რომელსაც ხელს თბილისის ამჟამინდელი მერი დავით ნარმანია და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ექსპერტების რანგში აწერენ. ბაღებში უგულავას მერობის დროს განხორციელებული რეფორმა დადებითადაა შეფასებული. თითქოს 10,000 ბავშვი რჩებოდეს საბავშვო ბაღის მიღმა. ეს არის სრული ანარქია, რადგან თქვენ კარგად მოგეხსენებათ ის 35,000 ბავშვი, რომელიც იყო დარჩენილი დახურული საბავშვო ბაღების ხარჯზე. დადებითად არის შეფასებული ჩვენი დროინდელი ბაღების საქმიანობა. ეხლა თქვით, ეხლა მაშინ იტყუებოდა დავით ნარმანია და თორდინავა, თუ ეხლა იტყუება. ბაგა-ბაღებში წარმოქმნილ ადგილების დეფიციტს განათლების სამინისტროს მიერ მიღებულ კანონს უკავშირებენ გაერთიანებული დემოკრატები. პრობლემა კი არა, ჯერ განათლების სამინისტრომ და მუნიციპალიტეტებმა არიციან, რა და როგორ უნდა გააკეთონ. სკოლებშიც გაიხსნება ეს ისა და შესაძლებლობის მიხედვით ბაგა-ბაღებში, ასე რომ არც ერთი ბავშვი გარეთ არ დარჩება. საკრებულოს თავმჯდომარისგან განსხვავებულ შედეგებზე საუბრობს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე. თემურ თორდინავა ამბობს, რომ ყველა ბავშვის ჩარიცხვა ბაღში ვერ მოხდება, თუმცა რამდენ ოჯახში ექნება პრობლემა მისთვის უცნობია. რა თქმა უნდა, ყველა ახსასდელის მიღებას ჩვენ ვერ შევძლებთ. 17,000 ნამდვილად არ არის, მაგრამ კონკრეტულ ციფრს ვერ გეტყვით. 50 ბაგა-ბაღი, რომელიც დაიხურა, ზუსტად იმ უბნებშია დახურული, სადაც ყველაზე მწვავედ გვიდგას დღეს პრობლემები. ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 1 ივლისიდან დაიწყება. ოფიციალური ინფორმაციით წელს 53,500 ადგილია გათვალისწინებული.